როგორც გითხარით ქრონიკის შეკითხვებს ახლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, პირველ რიგში მინდა გითხოთ თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტის განცხადება, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ, ის აკრიტიკებს თქვენს პროგრამას და ამბობს, რომ მოსახლეობას გაუჭირდება მედიკამენტების შეძენა. რატომ ვერ მოხერხდა თქვა მედიკამენტების ჩართვა ამ საკმაოდ ყოვლისმომცველ პროგრამაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს დაიწყო? საღამოშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისათვის. სასიამოვნო დღევანდელ დღეს საშუალება მეძლევა, რომ გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, ის მზადყოფნა, რაც შექმნილია 1 ივლისისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოების მეორე ფაზის დასაწყებად. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მინდა გიპასუხოთ, რომ ჩვენ საქმიანობას ჯანდაცვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არ განვიხილავთ არანაირად პოლიტიკურ ჭრილში. ამდენად პოლიტიკური ოპონირება, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება განხილული. რაც შეეხება თვითონ თემას, თქვენ თვითონ კითხვაშივე დასვით, რომ ესეთი თემა, რომ საკმაოდ ყველა მრავლის მომცველი, სამწუხაროდ დღეს ეს პაკეტი არ მოიცავს მედიკამენტების დაფინანსებას გადაუდებელ ამბულატორიულ ეტაპზე და გეგმიურ ამბულატორიულ ეტაპზე. თუმცა ის პროცედურები, რომლებიც მოიცავს გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, თავისთავად ცხადია, ყველა შემთხვევაში მიწოდებული იქნება და გამოყენებული იქნება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. გასაგებია. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროგრამას, მოდით ამ პროგრამაზე ვისაუბროთ, დეტალებზე რომ გითხრათ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და მეორე ეტაპი კონკრეტულად. როგორც ინფორმირებული ბრძანდებით, თქვენს და დღევანდელი პრეზენტაციის შემდგომ სავარაუდოდ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ საუბრობთ დღეს მეორე ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც დაწყებული იქნა 1 მარტს და დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ განვიხილავდით იმ დამატებით სერვისებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 1 ივლისიდან. კერძოდ, დღემდე ფინანსდებოდა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, урგენტული შემთხვევები და ამ შემთხვევებში урგენტულ სტაციონარულ მომსახურებაში იყო ჩამოყალიბებული 453 შემთხვევა, კოდი ნოზოლოგიური ერთეული, ანუ მდგომარეობა, რაც იყო აბსოლუტურად 100% დაფარული. დღევანდელი მდგომარეობით ამ მოცვას ემატება კიდევ გეგმიური სტაციონარული მომსახურება და შესაბამისად გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტში შეივსება ყველა ის მდგომარეობა, რომელიც დღემდე დაფარული არ იყო. ასევე დაფინანსდება გეგმიური ამბულატორიული დახმარება ამ პროგრამით მოსარგებლებისათვის. გასაგებია. წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვახსოვს იყო სახელმწიფო დაზღვევის პროგრამები, პროექტები, სხვადასხვა პაკეტი იყო, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებდა და სუბუქად რომ ვთქვათ, არ გაამართლა. რა გაძლევთ იმის საფუძველს და იმის თქმის საშუალებას, რომ თქვენი პროექტი გაამართლებს და მოსახლეობა მიიღებს იმ ხარისხის დაზღვევას, რომელიც მათ სჭირდებათ? და რამდენადვე დავაზუსტო, დღეს ჩვენ საუბრობთ არა სადაზღვევო პროდუქტზე, არამედ ეს არის პროგრამული პროდუქტი, ანუ თვითონ დასახელებიდან გამომდინარე, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, სადაც ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებულია მოსახლეობის დაზღვევაზე. მე ისევ და ისევ ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში პროგრამა სადაზღვევო პროგრამა, ეს არ არის სადაზღვევო პროდუქტი, ეს არის პროგრამული პროდუქტი, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო და თქვენ სიუჟეტში იყო აღნიშნული თანხა 505 მილიონია მობილიზებული საწყისად დაფუძნებული საკმაოდ ფუნდამენტურ და კარგად გაანალიზებულ გათვლებზე, რაც ძალიან დიდი ალბათობით და დიდი რწმუნებულებით იქნება საკმარისი ამ პროდუქტის სრულად განხორციელებაზე საქართველოს მოსახლეობის იმ კონტინგენტისთვის, იმ ნაწილისათვის, რომელიც ამ პროგრამით მოსარგებლე გახდება, ხოლო რაც შეეხება სადაზღვევო პროდუქტებს, თავისთავად სადაზღვევო პროდუქტი ასევე გარკვეული დიზაინის, გარკვეული კომპონენტების შემცველია და იქაც არ არის აბსოლუტური 100%-ით მოცვა ყველა იმ
სამედიცინო პრობლემისა, რომელიც შესაძლოა მოქალაქეს ადამიანს პაციენტს გააჩნდეს. გასაგებია. რაც შეეხება გადარიცხვებს, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ მედიკოსებს თქვათ არ უყვართ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან, არ უყვართ ალბათ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან დაზღვევით, რადგან გადარიცხვები აგვიანებს და შემდეგ ეს ხელფასებზე აისახება. რამდენად არის თქვათ ეს ყველაფერი მოწესრიგებული და მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ მედიკოსებს დროულად ჩაერიცხოთ ის ხელფასი, რომელიც მომსახურებასაც გაუწევენ თქვათ პაციენტებს. მოგახსენებთ, რაც შეეხება დაგვიანებებს, სამწუხარო ესეთი რეალობა არსებობდა, შეიძლება სადღაც კიდევ არსებობს სხვადასხვა პროგრამებში, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ, როდესაც გაანალიზებული იქნა 1 მარტს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები, 4-თვიანი სამუშაო, იქ დამცრე საზოგადოებამ ცალსახად დაადასტურა ის სასიკეთო პოზიტიური ძვლები, რომ არათუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროგრამით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადაში, არამედ მასზე გაცილებით ნაკლებ ვადაში იქნა გადარიცხული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, როგორც კი დასრულდა ამ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა სოციალურ სააგენტოში, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში. რაც შეეხება ხელფასების დროულ გაცემას, მართალი გითხრათ, ეს უკვე სამინისტროს და სახელმწიფოს პრეროგატივას სცილდება. შესაბამისად, ეს თანხები, რომელიც გადარიცხულია სამედიცინო დაწესებულებებში, ხელფასების სახით, ხელფასების კომპონენტი უკვე დაწესებულების ხელმძღვანელებმა უნდა მიმართონ შრომისანაცვლეობის დასაფარად. საყოველთაო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეები უარს იტყვიან კერძო კომპანიების მომსახურებას და საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ. არსებობს თუ არა ამის საფრთხე? სავარაუდოდ ეს არ იქნება ცალსახად ამ ჭრილში განხილული მოქალაქეების მიერ და იმ სადაზღვევო პაკეტების მოსარგებლეების მიერ, თუმცა ცხადია ისეთი სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც არსებობდა და დღეს კიდევ არსებობს, რომელიც თავისი კომპონენტით, თავისი შიგთავსით მნიშვნელოვნად ან თუნდაც უტოლდება იმ პროგრამულ პროდუქტს, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და რომელთაც დღეს სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეებს, თუ მათზე ნაკლები ან მისი ტოლია, ცხადია, ეს გადაწყვეტილება მართებული იქნება და ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ არსებობს ესეთი სადაზღვევო პროდუქტები, რომელიც გაცილებით მეტს მოიცავს და ადამიანების კატეგორიას, კორპორატიული იქნება ეს თუ ინდივიდუალური, ექნება შესაძლებლობა თავის ჯიბის შესაბამისად გაიღოს ის თანხა საკუთარი ჯანმრთელობისთვის და შეიძინოს იმაზე მეტად მნიშვნელოვანი მოცვის თვალსაზრისით სადაზღვევო პაკეტი, ვიდრე ამას თავაზობს ბაზისურ პაკეტში სახელმწიფო. გასაგებია, აპირებს თუ არა ვთქვათ იგივე სადაზღვევო კომპანიებთან დამატებით კონსულტაციებს? ცხადია, ეს არ არის ცალ კარში თამაშის მსგავსი პროცესი, პირიქით დღემდე თუნდაც გაფართოების ფაზა, ისევე როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ფაზა, მისი დიზაინი, მისი შიგთავსი გაანალიზებული იყო იმ სადაზღვევო პროდუქტებით, რომელიც არსებობდა დღეს ბაზარზე, არა მარტო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, არამედ კორპორატიული პროგრამებიც და შესაბამისად ამ მონაცემების საფუძველზე, ანალიზის საფუძველზე, მათთან კონსულტაციებით ცხადია, მათგან მიღებული ინფორმაციებით შეიქმნა ის პროდუქტი, რასაც საყოველთაო და ჯანდაცვის პროგრამა ქვია. რაც შეეხება შემდგომში, ცხადია, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, რადგანაც ამ საბაზისო პაკეტის სრულად გაცილებით მეტის მოცვის და თანაბარი მოცვის სტრატეგია გაგვაჩნია და შესაბამისად ამ პროცესში აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ განხილვაში და საერთო აზრის შეჯერებაში სადაზღვევო კომპანიები და მათი წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ დროში შეზღუდულები ვართ. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ქრონიკის